კიდევ ერთი ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ და ამ ვიდეოს ქვია დაკარგული ცხენის ამბავი. მოკლედ არის დაოისტური ლეგენდა დაკარგული ცხენის შესახებ და მოგიყვებით ამ ლეგენდას და მერე ერთად გავიაზროთ რა სიბრძნედევს და რაში შეიძლება დაგვეხმაროს და გამოვიყენოთ ეს ამბავი. მოკლედ ერთ სოფელში ერთი გლეხი კაცი ცხოვრობდა, რომელსაც კარგი ცხენი ჰყავდა. ერთ დღეს ეს ცხენი წავიდა საბალახოდ და დაიკარგა. პატრონმა ეძება და ვერ იპოვა ცხენი. მეზობლებმა უთხრეს: "უი, როგორი უიღბლობა გეწვიაო." კაცმა უპასუხა: "შეიძლება ასეცაო." რამდენიმე დღის შემდეგ დაკარგული ცხენი დაბრუნდა და 5 გარეული ცხენი მოიყვანა გლეხის თავლაში. ერთი ცხენი ყავდა და 6 გაუხდა. მეზობლებმა უთხრეს: "როგორი იღბლიანი ყოფილხარო." კაცმა უპასუხა: "შეიძლება ასეცაო." გლეხის შვილმა ცოტა ხანში ერთ-ერთი გარეული ცხენის გახედვნა გადაწყვიტა და გადმოვარდა ამ გაუხედნავი ცხენიდან და ფეხი მოიტეხა. მეზობლებმა უთხრეს: "როგორი უიღბლობა გეწვიაო." კაცმა უპასუხა: "შეიძლება ასეცაო." ორ დღეში ამ ფეხის მოტეხვის ამბიდან სოფელში მეფის შიკრიკები მოვიდნენ და ყველა ახალგაზრდა კაცი ომში გაიწვიეს. გლეხის შვილი მოტეხილი ფეხის გამო სახლში დატოვეს. "როგორი იღბალი გქონიაო?" მეზობლებმა უთხრეს. "შეიძლება ასეცაო," უპასუხა გლეხმა. ეს არის ჩვენი ლეგენდა, დაოისტური ლეგენდა. სანამ გარჩევაზე გადავალთ, მადლობა მინდა გადაუხადო ამ ვიდეოს სპონსორებს. თქვენ შეამჩნევდით, რომ YouTube-ზე რეკლამით არ არის ჩვენი ვიდეოები დატვირთული და ჩვენი ვიდეოების სპონსორები არიან ჩვენი ტრეინინგების დამკვეთები და მონაწილეები და დიდი მადლობა გეკუთვნით ამისთვის, იმ რესურსისთვის, რომელსაც ტრეინინგებისგან მიღებული რესურსისთვის, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ უფასო და ხარისხიანი ვიდეო მასალის წარმოებისთვის. ინფორმაცია ჩვენი ტრეინინგების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე flowmaster.g. ხა დაუბრუნდეთ დაკარგული ცხენის ლეგენდას. ეს ლეგენდა იმას გვასწავლის, როგორც მიხვდით უკვე, რომ ჩვენ თავს რაც ხდება, იმ წუთას ჩვენ ან სხვებს რაც გვეჩვენება, ხშირად ის არ არის. ხო? შეიძლება face value, აი როგორც ჩანს მოვლენა, ნებისმიერი გასაჭირი, ნებისმიერი გამოწვევა, სამსახურიდან წასვლა, ეკონომიკური პრობლემა, სხვა პრობლემა, რა ვიცი მე, კლიმატის და ასე შემდეგ, შეიძლება ის არ იყოს, რაც თავიდან გვეგონა. მე მყავდა კარგი მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც ამბობდა, ერთ-ერთი გამოთქმა ჰქონდა, რეგვენსო ჯოხი რომ მისცე ხელშიო, თავში ჩაირტყამსო. და ჯოხის ბრალიაო, ხო? ყველაფერი შეიძლება თავში ჩაირტყა, ხო? ნებისმიერი ცხოვრებისეული გამოცდილება, გამარჯვებებიც, დამარცხებებიც არის სწორედ ასეთი ჯოხი. შეიძლება თავში ჩაირტყა და შეიძლება დაეყრდნო ამ ჯოხს, რომ უფრო მაღალი მწვერვალებისკენ წახვიდე. ხო? ამიტომ, როდესაც რამე ხდება, ეხლაც რაღაცეები ხდება თქვენ ცხოვრებაში. სამსახურშიც, პირად ცხოვრებაშიც, გარემოში, ქვეყანაში, მსოფლიოში და დაფიქრდით, რომ ცალსახად ნეგატიური, ან ცალსახად პოზიტიური არაფერი არ არის. მეფე სოლომონის ბეჭედი გაიხსენეთ. ესე იგი, მეფე სოლომონს ბეჭედი ჰქონდაო, რომელზეც ეწერაო, ამოტვიფრული იყო, ესეც გაივლის. და როცა აქებდნენ და ადიდებდნენ მეფე სოლომონს, დახედავდა ამ თავის ბეჭედს და ფიქრობდა, რომ ესეც გაივლის, ეს ქებადიდება და როცა აძაგებდნენ და მიწაშიდებდნენ, მაშინაც დახედავდა ამ ბეჭედს და იფიქრებდა, რომ ესეც გაივლის, ხო? თქვენი მეგობრები, კოლეგები, გარემომცველები, რასაც არ უნდა გეუბნებოდნენ, როგორც ამ გლეხს ეუბნებოდნენ, როგორი იღბლიანი ყოფილხარ, ერთ დღეს ეუბნებოდნენ, როგორი უიღბლო ყოფილხართ, მოკლედ, შეიძლება ასეცაა. შეიძლება იღბალი უიღბლობა გახდეს და შეიძლება უიღბლობა გახდეს იღბლიანობა და გამოცდილება, ხო? ეხლა რა გავაკეთოთ პრაქტიკულად, რომ გამოვიყენოთ ეს სიბრძნე ჩვენ რეალობაში. პირველ რიგში ეს ვიდეო მოიწონეთ თუ მოგწონთ და ჩვენი არხი გამოიწერეთ. ამით ხვდება YouTube-იც და ჩვენც როგორი ვიდეოები მოგწონთ და როგორი ვიდეოები შემოგთავაზოთ მომავალში. შემდეგ ჯერზე, როცა იღბალი ან უიღბლობა გეწევათ,
კარგად დაფიქრდით რა ხდება და რატომ. იღბალი რატო შეიძლება გადაიქცეს უიღბლობად და უიღბლობა რატო შეიძლება გადაიქცეს იღბლად. იქნებ თქვენ უიღბლობაში ზრდის შესაძლებლობა და გაკვეთილი იმალება. თქვენი დღევანდელი იღბალი და გამარჯვება შეიძლება ხვალ გასაჭირით შეიცვალოს, ამიტომ მოლოდინები დაირეგულირეთ, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრებას მიუდგეთ როგორც არის და მასში ვეძებოთ გაკვეთილები ყოველდღიურ იღბალში და უიღბლობაში. მთავარი სიმდიდრე არის ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი მიზნების და სურვილების მიღწევაში, ხო? ამიტომ რაც მოხდება დღეს, თუ შეიძლება მიიღეთ როგორც გაკვეთილი. იღბლიანობა იქნება თუ იღბლობა. სხვები რას გეუბნებიან, ეს არ არის მთავარი. მთავარი არის თქვენ რა დასკვნებს გამოიტანთ, თქვენ რას ნახავთ, თქვენ დაკარგულ ცხენში ან ნაპოვნ ბედნიერებაში. სულ ეს იყო რაც მინდოდა ამ ვიდეოში მეთქვა. მადლობა ყურადღებისთვის და მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.